მე გუშინდელი ატვირთული ვიდეოები რომ მქონდა ორი საიდუმლო დოქტრინის მათი წასვლა დამავიწყდა და დავიწყე ახალი ჩაწერა და გამეთიშა იქეთ შუა გზამდეც არ ვიყავი მისული ხომ და ახლა მე ის პირველი ნაწილი ის ახლა მე ავტვირთე სანამ ის იტვირთება დანარჩენს ჩავწერ რამდენსაც ეყოფა მეხსიერება მეგობრებო ამ იუპიტერის მეთაურობის ნიშნულობა ახლა როდესაც უნდა აღდგესო ვარსკვლავების ფუნქციები ძალიან მნიშვნელოვანია ხო მათი იციან იმის შესახებ რომ ამ 12-ვე ვარსკვლავური კარიბჭეების აქტივაცია არის დაკავშირებული დედამიწის აღმავლობასთან. აღმავლობა ამ კონტექსტში არ ნიშნავს ფიზიკური სამყაროს გაქრობა, არამედ აქ ხდება პლანეტარული ცნობიერების ტრანსფორმაცია. და როდესაც ბადე, დედამიწის ელექტრომაგნიტური ბადე სრულად იქნება მზად სამუშაოსთვის, ანუ ეს მოხდება, როდესაც გააქტიურდება ბოლო ორი ვარსკვლავური კარიბჭე, კაცობრიობის დნმ-ის პოტენციალი თანათანობით გამოიხვიძებს გააქტიურდებაო. დაიწყებს აქტივაციას მძინარე ექსტრასენსორული და ინსტინქტური უნარები. ზავესა, ანუ ფარდასმაგვარი, რომელიც გაზომილებებს ერთმანეთში როგორ თქვა ეხა არასწორი სიტყვა ყოფდა ხო ის კედელი თხელი კედელი რომელიც ყოფდა გაზომილებებს ერთმანეთში რუსულად ამას უწოდებენ ზავესა ეს გაქრება და ჩვენ ისევ შევძლითო ამ მრავალ განზომილებიანი სივრცის აღთქმას და ეს ვარსკვლავური კარიბჭეები იმოქმედებენ ადამიანის როგორც კოსმოსური ანტენა და რომლებიც დაეხმარებიან დედამიწას მიიღონ ის ენერგიები რომლებიც ამავე დროს ადამიანებს დაეხმარებიან ევოლუციური ნახტომების გაკეთებაში. ახლა მე მინდა თქვენო მოგიყვეთო პლანეტის ცოცხალ ბადეზე და თუ რა კავშირი აქვს ამ ბადეს 12-ვე განზომილებასთან. ჩვენ გვაქვს საუბარი სამ განზომილებიან ანუ სამ სიმჭიდროვე დედამიწაზე, აგრეთვე მეოთხე განზომილებიან დედამიწაზე, ანუ მეოთხე სიმჭიდროვე მქონე დედამიწაზე და ასე შემდეგ. მეხუთე განზომილებიან მიწაზე, მაგრამ არავინ არ ყვებაო. მეექვსე განზომილებიან მიწაზეო. ახლა საუბარი მიდისო მესამე, მეოთხე, მეხუთე განზომილებებზე. რატომ არ ყვებიანო მეექვსე განზომილებებზე? მეექვსე განზომილებიან მიწაზე. ასევე მეშვიდე, მერვე, მეცხრე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩემო მეგობრებო, ჩვენი სამყარო არსებობს 12-ვე განზომილებაში. თურმე 12-ვე განზომილებაში. და ყოველ განზომილებას აქვსო მიწის თავისი ვერსია. მაგრამ ჩვენ დედამიწას აღვიქვამთ დაბალ განზომილებაში მხოლოდ. დიდი ხნით ადრე სანამ გაჩნდებოდა პირველი ადამიანები, დიდი ხნით ადრე სანამ შუმერები გაჩნდებოდნენ, ატლანტები გაჩნდებოდნენ, სანამ მეგალიტიკური შენობები გაჩნდებოდნენ, თურმე დედამიწა ადრე იყო ძალიან ძლიერი ენერგეტიკული სისტემის ნაწილი, ცნობილი განვითარებული მეტაფიზიკურ ტრადიციებში, როგორც ცოცხალი კოსმოსური ბადე. თქვენ ხსმენიათო ამდაგვარ ტერმინზე ცოცხალი კოსმოსური ბადე და ეს ბადე სინამდვილეში არსებობს. სამყარო სტრუქტურირებულია ჰარმონიული სივრცების ველებით და ეს არ არის მხოლოდ ცალკეული წერტილების სივრცეში, არამედ არის სიხშირეული დიაპაზონები ცნობიერებისა, რომლის მეშვეობით რეალობა მჟღავდება სხვადასხვა დონეებზე. ყოველი განზომილება წარმოადგენს განსაზღვრულ ვიბრაციულ რყევებს მთელ კოსმოსურ სამყაროს ენერგეტიკულ ველებში. ამ სტრუქტურის ჩარჩოში დედამიწა თავიდან საწყისში იყო სპროექტირებული ისე, რომ
ფუნქციონირება დაეწყო როგორც გამაერთიანებელი წერტილი ბევრი განზომილებებისა. მრავალი განზომილებების გამაერთიანებელი წერტილი ეს ჩვენი პლანეტა, რომელსაც შეუძლია ურთიერთმოქმედება ყველა განზომილების დიაპაზონებთან, ხო, რატომ ამბობ მასზე? არის განზომილებები და როგორც ალიონა ბერეგინიამ თქვა, არის ქვე განზომილებები და ამ დიაპაზონებს მართავს დედამიწა, შეუძლია ამის მართვა. ანუ ერთდროულად შეუძლია მრავალი განზომილებებთან ურთიერთობა. ეს ექსტრაორდინალური უნარი გახდა შესაძლებელი ამ ვარსკვლავური კარიბჭეების პლანეტარულ სისტემაში. ფილანტრული მეცნიერების თვალსაზრისითაც კი, რომელიც არსებობს, რადგან ეს იმ მეცნიერების ის ნაწილია, რომელიც ხსნის გეომეტრიას და მათემატიკას, რომლებიც განარიან ამ კარიბჭეების უკან მიღმა. ვარსკვლავური კარიბჭეები არ არიან მხოლოდ კარიბჭეები კოსმოსური მოგზაურობებისთვის. ეს არის ეგრეთ წოდებული სიხშირის რეგულატი, ანუ დამარეგულირებელი, რომლებიც განსაზღვრავენ სივრცის არქიტექტურას ჩვენი პლანეტის. ერთად ისინი ქმნიან პლანეტარულ ვადეს მერკაბას. ადამიანსაც აქვს მერკაბა. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მერკაბა ან არ აქვთ, ან არ მუშაობს. მე შემდეგ თქვენ ცალკე თემას მოგნეთ, რომ იყოს ცალკე თემას მოგიმზადეთ მერკაბას შესახებ, იმიტომ რომ ბევრს ასაკურველი არ იცოდეს იქნება, წარმოდგენა არ ქონდეს იქნება თუ რა არის მერკაბა. და ეს ორი სიტყვით ამის ახსნა ცოტა შეუძლებელია. ეს ცლად უნდა ახსნამე. ამიტომ მე ახლა რაც ის მერმა თქვა მერკაბასთან დაკავშირებით გამოვტოვე. აზრი არ აქვს ამის თარგმნას. უბრალოდ ორი სიტყვით გეტყვით, ეს მერკაბა ორი, ერთი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, მეორე საათის ისრის მიმართულების წინააღმდეგ. და აი ეს ორი მიმართულება ქმნის ერთმანეთში მოძრაობს, ერთმანეთში ჩადებული და ქმნის ამ ელექტრომაგნიტურ ამ ენერგიას, რაც სჭირდება იმისათვის, რომ დაუკავშირდეს მიწას. ამდაგვარი მერკაბა აქვს მიწასაც. ამ მერკაბას, დედამიწის მერკაბას მეშვეობით მაღალ განზომილებიან ცნობიერებას შეუძლია ურთიერთობა დედამიწასთან. მათ შეეძლოთ გადაადგილება პლანეტარული სისტემების შორის და დედამიწა იყო დაკავშირებული უფრო უზარმაზარი კოსმოსური სამყაროს ენერგეტიკულ სისტემასთან. თან ამას კიდევ უწოდებენ პლანეტარულ კატარას, პლანეტარულ ბადეს, რადგან ადრე დედამიწა ფლობდა სრულ კონფიგურაციას ამ 12 ვარსკვლავური კარიბჭეებისაგან. ის დედამიწა იცვლებოდა ამის გამო ძალიან ორიგინალური სამყაროებს შორის, ანუ ასე თქვათ, როგორც ახლა ჩვენ გვიკვირს ეგზოტიკური რაღაცები, აი ამდაგვარად უყურებდნენ დედამიწას მაშინ, როგორც ეგზოტიკას. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ეგზოტიკა on კოსმოსურ გაგებაში, ბევრი პლანეტარული სისტემა ფუნქციონირებს 3 ან 7 განზომილებებში. და ამდაგვარი სიტუაცია არის მთელ მულტისამყაროს მასშტაბით. მესამე, მეხუთე განზომილებებში. მესამედან მაპატიეთ, მესამედან მეშვიდე ჩათვლით. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მომბინადრეები ფლობენ შეზღუდული კოსმოსური ცნობიერებით, ჩვენთან შედარებით, რომლებსაც ჩვენ გვაქვს 12 ვარსკვლავური კარიბჭე და 12 განზომილები არის სტრუქტურა. მაგრამ მიწის სტრუქტურა, მიწის წყობა აძლევდა მიწას საშუალებას ამდაგვარი ესე იგი ამდაგვარი აი გავეჭიდე უკვე შენარჩუნებინათ მისი ეს სტრუქტურა
იმ სახით, როგორცაც წარმოადგენს დღემდე. ადრე დედამიწის სტრუქტურა აძლევდა არსებებს თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ ამ 12-ვე განზომილებებს შორის. ამდენგვარად ფიზიკური სამყაროების დაბალი განზომილებებიდან ისევ იქნენ დაკავშირებული ზეცულ სამყაროებთან, იმით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სულიერ სამყაროებს. ხარუნიული სამყაროები უფრო მაღალი განვითარებული ცნობიერებით ისევ დაიწყეს რეზონირება ფიზიკურ რეალობასთან, ვარსკვლავთაშორისო ცივილიზაციები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ამ უნივერსალური ვარსკვლავების ბადის დახმარებით, ამდენგვარად დედამიწა გახდა როგორც ზაჯვარედინი ჩვენი galaktikis მასშტაბით. ზოგ ძველ ტრადიციებში დედამიწას უწოდებენ ცოცხალ ბიბლიოთეკას, უნივერსალურ თესლის სამყაროდ, პლანეტად არა, 12 მზის პლანეტას უწოდებენ. და დედამიწა ინახავს გენეტიკურ და ენერგეტიკულ მატრიცას ყველა კოსმოსური ცივილიზაციებისა. და რატო უნდა გახდეს დედამიწას შტაბ-ბინა? და რადგან დედამიწა არის 12 მზის პლანეტა და არის უნივერსალური სამყარო და ცოცხალი ბადე თავისთავად არ არის მექანიკური, ეს ბადე არის ცოცხალი ცნობიერება, რომელიც დაკავშირებულია ან აკავშირებს ყველაფერ ცოცხალს, რაც კი არსებობს პლანეტაზე. და ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ცოცხალი ბადე დედამიწისა გააქტიურდება და გაერთიანდება კოსმოსურ ცოცხალ ბადესთან, მათთვის, ვინც არის ორგანული დროის ხაზის წარმომადგენელი ნაწილი, თქვენ გექნებათ სიმბიოტიკური ურთიერთობა კოსმოსში, რაც კი არის ყველაფერ ცოცხალთან. აი ეს რას ნიშნავს? სიმბიოზი. ეს ბადე გადის კრისტალიკური სტრუქტურების მეშვეობით მანტიაში და ქმნის ენერგეტიკულ ბადეს, ენერგეტიკულ ქსელს. ამ ხაზებს ხანდახან აიგივებენ ადამიანურ აკუპუნქტურის ხაზებთან. ამ ხაზების გადაკვეთის ადგილას იქმნება ძლიერი ქარიშხლები. ამდენგვარად ეს ქარიშხალის წერტილები გახდა ადგილად, სადაც განლაგდნენ ეს 12 ვარსკვლავური კარიბჭე. ბევრი წმინდა ადგილები იყო აშენებული ასეთ წერტილებში, როგორც პირამიდები, ტაძრები, იგივე სტოუნჰენჯი, მიწისქვეშა შენობები. და ეს ნაგებობები არ იყო მხოლოდ რელიგიური არტეფაქტის, მხოლოდ რელიგიური არტეფაქტები, არა. ისინი მოქმედებდნენ როგორც გამაძლიერებლები რეზონანსისა, რომელიც იყო გაკუთვნილი ამ ესე იგი რეზონანსის სტაბილიზაციისთვის, ენერგიების სტაბილიზაციისთვის უпростоრად, ხო? ძველად მეცნიერები ესმოდათ, რომ თუ დარეგულირებდნენ სინქრონიზაციას დედამიწის ბადესთან, ეს მისცემდა დედამიწას საშუალება ჰარმონიაში ყოფილიყო ყველაფერთან. შორეულ წარსულში, მაგრამ შორეულ წარსულში ეს სისტემა იყო დარღვეული არაერთხელ, არამედ 3-ჯერ. ბოლოჯერ ეს ამ სისტემის დარღვევა მოხდა ბაბილონის პროექტის დროს, ნიმროდის დახმარებით, რომლის შთამომავლობა დღესაც ცდილობს ქაოსი დათესოს ყველგან, მაგალითად როკფელერები და როკშილდები. ესენი ყველა არიან ნიმროდის შთამომავლობები. აგრეთვე ძველ ტრადიციებში აღწერენ კატასტროფიულ კონფლიქტებს იმ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციებთან, რომლებიც ცდილობდნენ კონტროლი დაედგინათ დედამიწაზე. ამ ომების გამო პლანეტარული სისტემის ნაწილი იყო დარღვეული, იყო დაზიანებული, ზოგი კარიბჭე იყო ჩაკეტილი ან ბეჭედილი, ზოგი იყო შეცვლილი და მიწის მაღალ ველებთან კონტაქტი შენელდა, რის შედეგად თანდათანობით ადამიანმა დაკარგა თავისი კოსმოსური წარმოშობის შეგრძნება. და როდესაც კონფლიქტებზეა საუბარი, მაგალითად ლირიან ორიონის კონფლიქტზე, ეს არის ბრძოლის ქსელი, რომლებაც შეცვალეს ცივილიზაციების გარეგნობა რამდენიმე სისტემაში და აგრეთვე ამან შეეხო ჩვენ მზის სისტემას. ამ ომების
საფუძველში რასაკვირველია იდვა მთავარი. მათ უნდათ კონტროლი ჩვენი ვარსკვლავური კარიბჭეებზე და კოსმოსურ გაგებაში ამ ომებს უწოდებდნენ ელექტრონულ ომებს. ეს ძველი ლირიანული საზოგადოებები იყვნენ მაღალ განვითარებულები და მათ ჰქონდათ ტექნოლოგიები, რომლებიც აძლევდნენ მათ საშუალებას ემოგზაურათ მთელი ვარსკვლავური კარიბჭეების ქსელის ესე იგი გავლით, რომლებიც აერთიანებდათ სხვადასხვა მზის სისტემებს. მათი მისწრაფვა იყო სიცოცხლის გავრცელება სხვადასხვა სისტემებში და galaktikებში. იყო უცხოპლანეტელების ჯგუფი, რომლებიც სრულად განირჩეოდნენ ლირი ანელებისაგან. ლირიდან როგორ გითხარ? ხო, ლირიდან მიგრაციაში წავიდა ძალიან ბევრი ცივილიზაცია. ისინი დაბინავდნენ სხვადასხვა პლანეტაზე და შექმნეს კოლონიები იქ. მათმა კოლონიზაცია გაუკეთეს ასე სისტემებს როგორც ვეგა, ცერერა, პლეადები, არქტური და რამდენიმე ეკორეგიონებზე ორიონის სიახლოვეს. ამ მიგრაციის შედეგად შეიქმნა ის, რომელსაც ბევრი უწოდებს პირველ galaktikურ ფედერაციას. ეს იყო სამყაროების თავისუფალი ქსელი, რომლებსაც აერთიანებდათ საერთო გენეტიკური მემკვიდრეობა და ერთი განვითარება. ვარსკვლავური კარიბჭეების ქსელმა დიდი როლი ითამაშა ამ ფედერაციების გასავითარებლად. ეს იყო ცნობილი ჩვენთვის ადამიანური ფედერაციები. ამ ვარსკვლავური კარიბჭეების მეშვეობით უამრავ ცივილიზაციას შეეძლო გადაადგილებულიყვნენ სისტემებს შორის და ზღუდავდნენ თავის საკუთარ თავს გადაადგილებაში, როგორც ჩვეულებრივ კოსმოსურ მოგზაურობების დროს. დროის განმავლობაში ორიონში ხელისუფლება გადავიდა მათ ხელში, რომლებაც გააფუჭეს ძველი ისტორია ჩვენი galaktikისა. ისინი ისწრაფოდნენ უბრალოდ თავის საკუთარ თავის სახურებაში. ისინი ჭკუას კარგავდნენ იერარქიაზე, კონტროლზე, დაპყრობაზე და ექსპანსიაზე. ისინი თვლიდნენ, რომ განვითარებული ცივილიზაციები უნდა დომინირებდნენ ნაკლებად განვითარებულ ცივილიზაციებზე და არა იარსებონ მათთან ერთად სიმშვიდეში. ორიონის ფრაქციები თავს ესხმებოდა ლირის წარმოადგენლებს, ცდილობდნენ კონტროლი დაეპყროთ ლირიანელების მარშრუტებზე ამ ვარსკვლავური კარიბჭეების გავლით და ისინი სულ ცდილობდნენ დაეპყროთ დედამიწა, რომელსაც სულ ჰქონდა ის 12 განზომილებიანი მარშრუტი, რადგან უმრავლეს პლანეტას ჰქონდა არამეტი 3, 4, 7 განზომილება და აქედან გამომდინარე მარშრუტი. და რაც ამის შედეგად მოხდა, ცნობილია ორიონულ ძველ ტრადიციებში როგორც ორიონული ომები. ვარსკვლავური ომები არის ჩვენი წარსული. ლირის სამყაროსი განადგურება იყო მათი ნაწილი და მათი მიზანი, ამ ორიონელების მიზანი იყო მიზანი დაეპყროთ ვარსკვლავური კარიბჭეები. და ომის პირველი ეტაპი იყო ძალიან დამანგრეველი. იყო გამოყენებული განვითარებული იარაღი, რომლის მეშვეობით შეეძლოთ მანიპულირება გრავიტაციული ველებით და ენერგეტიკული ველებით. ბევრი პლანეტარული სისტემები იყო დესტაბილიზირებული. ამ კონფლიქტის დროს იყო განადგურებული ლირის რამდენიმე სამყარო, არა მხოლოდ მშობლიური პლანეტა ავიონი, არამედ ბევრი სხვა სამყარო. და როდესაც ეს ცივილიზაციები დაინგრა, ისინი ვინც გადარჩნენ, გარბოდნენ ამ ვარსკვლავური ვარსკვლავური კარიბჭეების ქსელების მეშვეობით. როგორ გონია თქვენ, მათ ეს როგორ მოახერხეს? ბევრი მათგანი იყო დევნილი. თავშესაფარის მოძიების მიზნით ისინი galaktikis სხვადასხვა ნაწილში გარბოდნენ და ამ დევნილებმა შემდეგ
ეს დენდები შემდეგ დაფუძნენ პლეიადებზე, აგრეთვე სირიუსზე, A, B, ანდრომედაში, არქტურში, პლანეტა ართურზე, უბრალოდ სისტემა ართურზე და სხვადასხვა სისტემებზე ჩვენი galaktikis სივრცეში და მიგრაციის შედეგად ლირიანელების გენეტიკური ხაზები გავრცელდა ბევრ ვარსკვლავურ სისტემაში. თვით ადამიანშიც კი არის შენარჩუნებული ეს გენეტიკური პლასტი. აგრეთვე მე მინდა ვახსენო მეფეების ძველი მეფეების ბრძოლა, ხანანეებს, ბაბილონის და ადრინდელი ისრაელს შორის ბრძოლა და მათ ისინი იბრძოდნენ პლეიადენური, სირიული და ლირიული სისხლის გამო და ხანანეებს ჰქონდათ რეპტილოიდური დნმ. და სანამ დევნილები აღიდგენდნო ძალებს, ორიონის დაჯგუფებები აფართოებდნენ თავის გავლენას. მათი მიზანი იყო მიეღოთ კონტროლი იმ ვარსკვლავურ სისტემებზე, იმ ვარსკვლავურ კარიბჭეებზე, რომელიც აერთიანებდა მსხვილ სექტორებს ჩვენ galaktikაში. ეს კარიბჭეები სინამდვილეში ფუნქციონირებდნენ როგორც კოსმოსური მაგისტრალები და დროდახანის განმავლობაში შეიქმნა რამდენიმე ორიონის ასე ვთქვათ კავშირები, ორიონის რამდენიმე კავშირი. ამ პერიოდში გაჩნდა მრავალი galaktikuri ალიანსი, მრავალი ამ ალიანსისგან ხარს უჭერდა ორიონის დაჯგუფებებს, რომლებიც შემდეგ გახდა ცნობილი როგორც ორიონის იმპერია და აგრეთვე შეიქმნა galaktikuri სამყაროების ფედერაცია და ეს ფედერაცია სულ ეომებოდა ამ ორიონს. და მასეთ ბრძოლის ეს ბრძოლა უბრალოდ მიწვდა ჩვენ სისტემასაც. დრაკონელების დედოფალმა დაუწვა ადამიანის მეფეს, ადამიანურ მეფეს და მას გაუჩნდათ შვილი, ენკი, თვალწდები, შახლათ ენკი. და როდესაც ამათმა გაიგეს, რომ დედამიწაზე არის ყველა 12-ვე ვარსკვლავური კარიბჭე, ამ დროს გამწვავდა კონფლიქტი. ამ ვარსკვლავური კარიბჭეების გამო ომში მოწინააღმდეგე გრუპირებები ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ ხელში ამ ვარსკვლავურ კარიბჭეებს. მანიპულაციისთვის გამოიყენებდაო განვითარებული ტექნოლოგიები. იყო შექმნილი აგრეთვე არქიტექტურული ალიანსი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ვარსკვლავური კარიბჭეების არქიტექტურა. ზოგი დაჯგუფებები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დედამიწა როგორც ნეიტრალური სამყარო და რომელიც დაკავშირებულია კოსმოსურ საზოგადოებებთან. ბევრი კი ცდილობდა დაებლოკა კარიბჭეები და თავისთვის დაემორჩილებინა პლანეტა. ესენი იყვნენ ანუაკები, მაგათ მან გააკეთეს ბოლოები იყვნენ, რომლებმაც ეს გააკეთეს. ბრძოლა არასდროს მიდიოდა ღიად. სინამდვილეში ბევრი ომები თავისში შეიცავდა манипуляციებს სიხშირეებთან და განზომილებებს შორის გადაადგილება და ხანდახან ეს გადაადგილება ხდებოდა საიდუმლოდ ჩუმად და ამ ომებმა კარიბჭეებთან დაკავშირებით დესტაბილიზაცია გამოიწვია დედამიწის ბადის ზოგად ადგილებში საერთო სისტემისა, რამაც მოიყვანა კატაკლიზმამდე. ზოგი ამ კარიბჭეებისგან იყო განლაგებული მიწის ქვეშ, ზოგი ოკეანის ქვეშ, მაგრამ დროდადრო ცოდნა ამ ვარსკვლავური კარიბჭეებთან დაკავშირებით მეხსიერებიდან გაქრა და დროდადრო ისინი აწარმოებდნენ გადაწყვეტას, როგორც უბრალოდ იტყვია ხდებოდა პრიზაგრუსკა და ამ დროს ჩვენ გვიწმინდავდნენ მეხსიერებას, გვიშლიდნენ უბრალოდ მეხსიერებას და ყველაფერი იწყებოდა სულთა ქახალით. იმის შემდეგ, როდესაც დედამიწაზე ჩაქრა მსხვილი კონფლიქტი, დედამიწა შევიდა პერიოდში, რომელსაც ისინი უწოდებდნენო ხანძლივ
იზოლაციას. ჩვენ ზუსტად მაშინ დავკარგეთ ცნობიერება, გაცნობიერებული გონება. ჩვენ მაშინ მოგვიწია ყველაფრის თავიდან დაწყება. ამის გამო ვარცხავური კარიბჭეების ფუნქცია ნაწილობრივ იყო დაკარგული, ხო და მაგ დროიდან დედამიწა იყო უბრალოდ დედამიწაზე იყო კარანტინი დედამიწაზე მაპატიეთ ამერია რაც ხატვი კარანტინი დიდი ხნის მანძილზე და ამის გამო ჩვენ ვიყავით გათიშული ყველაფერს კოსმოსთანაც არ ქონდა კავშირი გალაქტიკურ ფედერაციას მოუწია ჩვენი მე მეგონა მტრებმა გააკეთეს გალაქტიკურ ფედერაციას მოუწია ჩვენი კარანტინში მოთავსება რადგან ჩვენ ვიყავით გათიშული კოსმოს ტერიტორია რომელსაც დღეს უწოდებთ ირლანდიას კელტური ტერიტორია რომელიც დღეს ეკუთვნის კელტებს და იესეები ისინი ყველა იყვნენ ძმური და დური ნაწილების წარმომადგენლები და ამ ხალხის მეშვეობით ჩვენ გადმოგცემდნენ ინფორმაციას და მათ იცოდნენ რომ მოვა დრო როდესაც დედამიწაზე იცევ დადგება ის დრო როდესაც ის შეუერთდება კოსმოსურ სისტემა ძველი კრისტალური სისტემა დარჩა პლანეტის შიგ და ის ელოდებოდა საჭირო კოსმოსურ ციკლს იმისთვის რომ ისევ გამოიღვიძო კაცობრიობა კარგით ახლა კითხვა პასუხებზე გადავიდა პერეზი და მე ამაზე შევჩერდები მადლობთ ყურადღებისთვის